ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, დემოგრაფიული კლება. გუშინ გამოაქვეყნა სტატსტატმა ოფიციალური მონაცემები, რის მიხედვითაც დაიბადა, თუ სწორად მახსოვს, რიცხვები 37867 და გარდაიცვალა 44319 ადამიანი, ანუ დაახლოებით 6500 არის შუალედი, 6500-ით არის დაკლებული. საგულისხმოა ის ამბავიც, რომ 2025 წელს ასევე იყო კლება 2024 წელთან შედარებით და მაშინ დაახლოებით 1700-მდე იყო კლება. ეხლა უკვე გაზრდილია დაახლოებით 3-ჯერ თუ მეტჯერ არა, უკვე 6500 არის კლება. გამოვიდა კი ბატონო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ ამას აქვს იდეოლოგიური მიზნები, რაღაც ერთგანზომილებიან სპირალში გადაიყვანა ეს ყველაფერი და რიტორიკული მიმართულება მიცა და მოშორდა ანალიტიკას, რათა მოიხსნას პოლიტიკური პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ძირითადი მიზეზი არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ძირითადი მიზეზი არის ემიგრაცია. არ ვიცი, ჩვენ ვიქეცით ფასდაკლებების ქვეყნად. ეხლა დღეს რომ მოვდიოდი გზაში ვფიქრობდი, ადრე იყო ხოლმე ალბათ თქვენს გახსოვთ აფთიაქებში, მაღაზიებში რაღაც აი ორშაბათი იყო თუ სამშაბათი ფასდაკლების დღე და ხალხი ელოდებოდა ხოლმე, რომ მაინც და მაინც სამშაბათს მისულიყო, ამ პარასკევს მისულიყო, რომ ეყიდა ფასდაკლებით მედიკამენტები იქნებოდა თუ პროდუქტები. ეხლა ყოველი დღე ფასდაკლებისაა. უკვე კომპანიებმაც ასე გადააწყო საკუთარი ბიზნესი, რომ ყოველდღიურად საკუთარ პროდუქციას რაღაც ნაწილს აკლებენ ფასს, რომ თუ არ იქნა ფასდაკლებები, თქვათ მაღაზიებში, აფთიაქებში, უბრალოდ მომხმარებელი ვეღარ შედის და ის დღე ჩავარდნილია. აი ასეთ ქვეყანად ვიქეცით, პროდუქტები ყოველდღიურად ძვირდება, საწვავი ძვირდება, არ ვიცი, მუნიციპალური გადასახდელები ძვირდება, ამას აბრალებდნენ კიდევ რაღაცებს, პროდუქტების გაძვირებას, საწვავის გაძვირებას, რაღაც გეოპოლიტიკურ სარჩულებს უდებდნენ, რომ აი ირანში რო თქვათ ომია, იმის გამო შეიძლება რომ გაძვირდა, მაგრამ რატო ძვირდება, თქვათ დაბადების მოწმობის აღება, პასპორტის აღება, რატო ძვირდება ჯარიმები, ესეც დიქტატორის ბრალი ხო არ არის, ან რაღაც ირანის, ან ვენესუელის, ხო? ბუნებრივია, რომ ქვეყანაში გაჭირდა ყოფა, ადამიანები ან მიდიან ქვეყნიდან, ან ვინც აქ რჩება, უკვე აღარ ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, შვილების ყოლაზე, იმიტომ რომ ვეღარ აჭმევენ, ვეღარ აცმევენ შვილებს. აი ამ პრობლემის წინაშე დგანან და ეს არ არის არც გაზვიადებული, არც თითიდან გამოწვეული და არავის არ ჭირდება ამის მტკიცება, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, საკუთარი თვალით ხედავს და მე აგერ ჩემს მეგობრებს როცა ვესაუბრები, არავის არ მოუტანია მიზეზად და რაღაც ეგზისტენციალური საკითხები და იდეოლოგიური პრობლემები, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ვერ მუშაობს. ან თუ მუშაობს, ამას არ აქვს სტაბილური ხასიათი. შეიძლება ადამიანმა ნახოს სამსახური რაღაცა პერიოდით, მაგრამ ეს არ არის სტაბილური, განცდა არ აქვს სტაბილურობის, განცდა არ აქვს დაცულობის, უსაფრთხოებაც არ არის ქვეყანაში დაცული, არ ვიცი, ახლა ერთი პატარა ქარი და წვიმა რომ მოდის, ნახევარი ქალაქი ინგრევა. არ ვიცი, საცობებით მოვედი თქვენამდე, იმიტომ რომ უზარმაზარი ხეები არის წაქცეული. ხო, ამაზე ათობით წერილი იწერება და გავერანებულია ყველაფერი. აგერ თქვენი ჩამოსასვლელი ავიღოთ, აბუსერიძის ქუჩა ავიღოთ, ძლივს ჩამოვედი ავტომანქანით. არ ვიცი, ხრო წავალ, ოფიციალური წერილი უნდა მივწერო მერიას და გამგეობას, რომ იქ კეთილი ინებონდა. მეც დაგეგმილი მაქვს, რომ მერიას და თუ კი ვექნება. იმიტომ რომ აი არ ვიცი, ყველაფერი მოხრებული. კი ბატონო, თუმცა აი ამ ვითარებაში ამდენი პრობლემის ერთდროულად მოგვარება ვერ მოხდება, მაგრამ უპირველესად რა შეიძლება გაკეთდეს? რას ურჩევდით ან თქვენ რომ იყოთ გადაწყვეტილების მიღები, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ წახალისდეს? მესმის თქვენი კითხვა, უბრალოდ ამ კითხვაზე ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პასუხია. უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, სხვანაირად ამ ქვეყანას არ ეშველება, ეს ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, ყველა მოქალაქემ უნდა მიიტანოს საკუთარ თავამდე ეს განცდა, ეს აღქმა, ხელისუფლების ცვლილების გარეშე არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ იქნება ესეთი ბუტაფორიული კომისიები, როგორც თქვათ, ახლა აი ფასთა კომისია რო შექმნეს და მილიონერები რო შეიკრიბნენ და მსჯელობენ იმაზე, რომ რაღაცა ეს ხო წარმოუდგენელი რაღაცა, აი საბაზისო ეკონომიკური განათლება ჭირდება ამის ცვლილებას, ამის გააზრებას, რომ არანაირი ფასთა კომისია ფასებს ვერ დაარეგულირებს, ხო? და პირველ რიგში რა უნდა მოხდეს? პირველ რიგში უნდა გაუსწოროს სიმართლეს თვალი ხელისუფლება, მეს უნდა მოხდეს, თორე თუ ამ ტყუილში აცხოვრა ისევ მოქალაქეები და თუ ამ პროპაგანდაში აცხოვრა ისევ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და თითქოს დიდ ბრიტანეთში ადამიანებს არჩევანის გაკეთება უწევთ, საჭმელი ჭამონ თუ გათბენ, თუ აი ამ თუ ეს პროდუქტი აწოდეს, ხო, მოსახლეობას და თუ ამ პროპაგანდაში ამყოფეს, ბუნებრივია, რომ არაფერი არ შეიცვალა. ისინი არ ებრძვიან მიზეზს, არ ებრძვიან საფუძველს, უბრალოდ დგამენ სპექტაკლებს და
აი ეს პრესკონფერენციები რომ რაღაც კვერცხი გაძვირდა 5-ისა გაიაფთა 5%-ით, აი ამით უკვე მოსახლეობასაც ვეღარ მაპატიად გამოხატვისთვის და აბულებენ. უკვე ყველამ გაიგო რომ ეს ყველაფერი არის ბუტაფორია და ეს უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში უნდა მოხდეს სიმართლისთვის თვალის გასწორება და ვიდრე ეს არ მოხდება ქვეყანაში ბუნებრივია არაფერი არ შეიცვლება. ხალხის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს საკუთარი ყოფის, საკუთარი არსებობის, საკუთარი ოჯახების, საკუთარი შვილების მიმართ. ხალხის დამოკიდებულება და ხალხის დამოკიდებულება რო შეიცვლება, პოლიტიკური დაკვეთა შეიცვლება შემდეგ და მოუწევს ხელისუფლებას ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. აი ხალხი მაგალითად ახლა ბოლო 3 დღეა აპროტესტებს მე-14 საჯარო სკოლის საკითხს, რომელიც 4 წელია დანგრეულია და ითხოვს ან კონკრეტულ პასუხს თუ როდის აღდგება, ან გამოსავალს ამ პროცესიდან. თქვენ აქტიურობთ ამ მიმართულებით. მე-14 საჯარო სკოლა, რომელიც დაინგრა და აღარ შენდება. გითხარით ამ პრობლემის შესახებ? ეს არის ერთ-ერთი კიდევ დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და თბილისისთვის განსაკუთრებით და ამ თბილისში კიდევ განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონისთვის, რადგან ნაძალადევში ერთიანად მიყვნენ და დაანგრიეს არაერთი სკოლა, მე-4 საჯარო სკოლა, მე-10 საჯარო სკოლა, მე-11 საჯარო სკოლა, 113 საჯარო სკოლა, მე-14 საჯარო სკოლა. ეს სკოლები დანგრეულია 5, 6, 7 წლის განმავლობაში. თქვენ რომელ სკოლაზეც დამისვით კითხვა მე-14 საჯარო სკოლა, ეს მე-4 წელია რაც დანგრეულია. ეხლა იქ რომ მიხვიდეთ შეიძლება გული გაგესკდეთ, იმიტომ რომ ნაგავსაყრელად არის ქცეული, აი არ ვიცი, არ არის შემოღობილი 4 წლის განმავლობაში ის ვერ მოახერხეს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვათ და უბრალოდ ღობე შემოევლოთ, რომ იქ არ გადასულიყვნენ მოსწავლეები, მოზარდები, რადგან იქვე ჩერდება ეს სამარშრუტო ტაქსები, რომლითაც მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაჰყავთ სხვა სკოლებში, სადაც ბავშვები სწავლობენ მეორე ცვლაში, ზოგჯერ მესამე ცვლაში და ზოგჯერ ონლაინ და ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, რადგან იქ ეს სწავლა არის 30-ან 35 წუთი. და ბავშვები უკვე რომ ბრუნდებიან საღამოს სახლში, ზამთარში საერთოდ წარმოუდგენელია, ვეღარ ასწრებენ წრეებზე სიარულს, ვეღარ ასწრებენ ინგლისურ უცხოენებზე სიარულს. ეს 3 დღე არის გამოსული არიან მშობლები, არც ერთი წარმომადგენელი ხელისუფლების იქ არ მოსულა ამ 3 დღის განმავლობაში. არავინ არ ჩათვალა საკუთარ პასუხისმგებლობად, საკუთარ ანგარიშვალდებულებად, ერთადერთი რაც მოახერხეს, ამ ხალხს მთელი ძალით ეკაჩებოდნენ ისევ საკუთარ კედლებში, კომფორტულ ოთახებში, რომ გაეკეთებინათ ეს სურათი, რომ თითქოს ელაპარაკებიან ამ ხალხს, რეალურად ხო არაფერს არ აკეთებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოსახლეობამ უფრო მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირა, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ეს პრობლემა იქნება თბილისში და კერძოდ ნაძალადევში.